მოგესალმებით კინგსელებო. გილოცავთ კინგსის 2014 წლის ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურში გადასვლას და გთავაზობთ მეორე ტურის ტესტების მიმოხილვას. განვიხილოთ მეოთხე კლასის ტესტი. მეოთხე კლასის ტესტის ჯამური ფულაა 100. ტესტი შედგება 3 სავარჯიშოსა და 1 ბონუს საკითხისგან. პირველი სავარჯიშო მეტყველების ნაწილებს ეხება. საკითხების ერთ ნაწილში მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ, რომელი მეტყველების ნაწილია ხაზგასმული წინადადებაში. მაგალითად, რომელი მეტყველების ნაწილია ხაზგასმული სიტყვა. თამარი მინდვრის ყვავილებისგან გვირგვინით წმიდა. A. არსებითი სახელი, B. ზმნა, G. რიცხვითი სახელი. სავარჯიშოს მომდევნო საკითხებში მონაწილეებმა უნდა განსაზღვრონ წინადადებებში მოცემული ზმნების დრო, სახელების ბრუნვა, კომპოზიტთა მართლწერა, აირჩიონ გამართული წინადადებები. ეს სავარჯიშო 20 საკითხისგან შედგება და 60 ქულიანია. მეორე სავარჯიშოში მოსწავლემ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან უნდა აირჩიოს ის, რომელიც ხსნის პირობაში მოცემული სიტყვის მნიშვნელობას. მაგალითად, მოცემულია ღრეობა, ანუ A. სასიამოვნო დროს დარება, B. გადამეტებული кейფი, G. სადილით. ეს სავარჯიშო 30 ქულიანია და მასში 10 საკითხია. მესამე სავარჯიშოში მოსწავლემ ცნობილი ქართული ანდაზები უნდა დაასრულოს. მაგალითად, მოცემულია ობლისკვერი, სხვა, A. ადრე გამოცვაო, B. გვიან გამოცვაო, G. სულ არ გამოცვაო. მესამე სავარჯიშოში 5 საკითხია და ქულღათა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ტესტის ბონუს სავარჯიშო ხატოვან გამონათქვამებს ეხება. სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. კინგსი გისურვებთ წარმატებას!